ახალი 2024 წლის დადგომას ასევე განსაკუთრებული პროგრამით ხვდება. Ყველა ქალაქი მორთულია განახლებული ილუმინაციებით, უკვე ყველგან საზეიმო დაანთეს მთავარი ნაძვისხე. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქალაქები მასპინძლობს ახალი წლის დღეებს პროექტის ფარგლებში. სხვადასხვა დღეს რეგიონების რამდენიმე ქალაქში ეწყობა საახალწლო სოფლები, ასევე კონცერტები მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია აქტივობები ბავშვებისთვის. საახალწლო დღეებს დღეს აბაშა და სენაკი მასპინძლობს. რეგიონიდან სალომე ფაცაცია გვერდდება და მისგან მოვისმენთ რა განწყობა ქალაქებში. საახალწლო სამზადისი ახალი წლის დღეების ფარგლებში მიმდინარეობს სამეგრელოშიც, ახლა აბაშის მუნიციპალიტეტში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ვართ ჩვენ, სადაც სამზადისი დაწყებულია, მონტაჟდება სცენა და დადგმულია სხვადასხვა ილუმინაციები. დღეს განმავლობაში, უпростоრად უკვე 18 საათიდან აქ დაიწყება უშუალოდ ღონისძიებები, აქტივობები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის არაერთი საინტერესო გასართობი აქტივობა არის დაგეგმილი, რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, აქტივობების პარალელურად სცენიდან მუსიკალურად სხვადასხვა შემსრულებლები გააფორმებენ დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც საბოლოოდ გრანდიოზული გალა კონცერტით ანსამბლ გორდელასა და ოთო ნემსაძის მონაწილეობით დასრულდება. ძალიან საინტერესო და გრანდიოზული საღამო გველის წინ, მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს ვიხალისებთ და გავერთობით. რა თქმა უნდა, კონცერტს ყველანი ერთის სულით ველოდებით და ჩვენთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი ჩამოდის, ოთო ნემსაძე და გორდელა და ვფიქრობ, საკმაოდ ბედნიერად შევხვდებით 2024 წელს ერთად. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვემზადებით საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მოწყობილია საახალწლო სოფელი, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება სხვადასხვა სივრცე მოწყობილი, ასევე დასკვნით საღამოს გვიმასპინძლებს ოთო ნემსაძე, ჯგუფი გორდელა და სხვადასხვა ბენდები, ხოლო საღამოს დახურავს დიჯეი ფოიეროკის თანხლებით. საშობაო სოფელი, კვებითი და გასართობის სივრცეები, ასევე კოსტუმირებული მსვლელობა დაგეგმილი არის სენაკშიც. ახალი წლის დღეები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს მთელ საქართველოში და უკვე 2024 წლის პირველ დღეებშიც გაგრძელდება. მადლობა სამეგრელოდან პირდაპირ ეთერში სალომე ფაცაცია საუბრობდა.